ევროკავშირის თავდაცვისა და უკრაინის სამიტის წინ უკრაინის მხარდამჭერთა ჯგუფი და მემარჯვენე აქტივისტები 4 შაბათს ევროსაბჭოს შენობის წინ შეიკრიბნენ და ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდეს გაყინული რუსული აქტივები უკრაინის გადარჩენისთვის ბრძოლის დასაფინანსებლად გამოიყენონ. აქციის მონაწილე 100 მეტრის სიგრძის ბანერი გაშალეს წარწერით „დაიცავი უკრაინა, დაიცავი ევროპა, წაართვი რუსეთს მილიარდები“. There's one message, big message on this. ამ ბანერზე არის მნიშვნელოვანი გზავნილი. დაიცავი უკრაინა, დაიცავი ევროპა. გამოიყენა 200 მილიარდ დოლარამდე გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღსადგენად და თავდაცვის მხარდასაჭერად. ეს ყველაფერი კანონიერია. ერთადერთი რაც აკლია პოლიტიკური ნება. ასე რომ, როდესაც ევროპელი ლიდერები შეხვდებიან ზელენსკის და მხარდაჭერას შეჰპირდებიან, მათ უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები და პუტინს პასუხი აგებინონ უკანონო აგრესიისთვის. Should step up and make Putin pay for his illegal aggression. საპროტესტო აქცია მოაწყო ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ავააზმა, რომელიც 2007 წელს დაარსდა. ევროკავშირი და წევრი ქვეყნები უნდა ჩაერთონ და გამოიყენონ ბერკეტები, რომლებიც მათ გააჩნიათ. მათ შორის რუსეთის გაყინული აქტივები ბელგიაში, რათა ზეწოლა მოახდინონ პუტინზე და დამყარდეს მშვიდობა, რადგან უკრაინელებს სურთ მშვიდობა. ჩვენ ძალიან ბევრი რამ დავკარგეთ ამ ომში. ევროკავშირის ლიდერები საგანგებო მოლაპარაკებებს გამართავენ. მათი მიზანია სწრაფად გაზარდონ თავიანთი სამხედრო ბიუჯეტი და დაადგინონ თავდაცვის ხარჯების ახალი პრიორიტეტები. ბრიუსელის სამიტი მას შემდეგ იმართება, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა იზრუნოს და რომ აჩერებს უკრაინის სამხედრო დახმარებას.